რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. გამარჯობა, მე ვარ სოფიო ბეროშვილი რადიო კომერსანტის ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დაეთმობა თემურ ჭყონიას кейს. შეგახსენებთ, რომ ჭყონია თავის ბიზნეს პარტნიორების თანხების მითვისებასა და დოკუმენტების გაყალბებაში სდებენ ბრალს. თემურ ჭყონია კი ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს. ამჟამად ექსპორტ-იმპორტ ბანკის საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოძიების დაწყებიდან უკვე 1 წელი გავიდა. თემის სხვა დეტალებზე პირადად გაგვესაუბრება დაზარალებული პარტნიორის ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი, რომელიც სტუმრად ყავს სტუდიაში. საქმის დამოუკიდებელი შეფასება ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციას ახალგაზრდა ადვოკატებს, მათი წარმომადგენელი ბატონი ირაკლი ლეკიშვილი სატელეფონო ხაზით მოგვიანებით ჩაგვერთვება. მივესალმებით ჩემს სტუმარს, გამარჯობათ ბატონო ალექსანდრე, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე მახსოვს, როდესაც ამ თემაზე გაჩნდა ინფორმაცია, საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ თემამ. მოდით დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, მოგვიყვებით, რაში მდგომარეობს საქმის არსი, როგორ წარმოიშვა ეს პრობლემა? მოგესალმებით. მსმენელებს მივესალმები. ამ თემაზე პრობლემა დაიწყო 1990 წელს კიდე. დიახ. ხო, საქმის ვითარება მოკლედ მოგახსენებ საქმის ვითარებას რაშია. 95 წლის 30 ოქტომბერს რეგისტრაციაში გარტყდა სააქციო საზოგადოება ექსპორტ-იმპორტ ბანკი. დიახ. დამფუძნებელი იყო ჭყონია და აქციონერები იყვნენ ალი თურგაიეთეში, დოგან ერბეკი, ესენი არიან თურქეთის მოქალაქეები და ვერნერ მეცი, ეს არის შვეიცარიის მოქალაქე. დიახ. სამივე ფლობდა აქციათა 65%-ს. ჭყონია ამ პერიოდში ფლობდა თითქმის 9%-ს. დიახ. ბანკის სამეთვალყუროს საბჭოს თავმჯდომარე იყო ჭყონია, თურგაიეთეში სამეთვალყუროს საბჭოს წევრი. 99 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით ბანკის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 2 მილიონ ლარს. დიახ. შემდგომში ალი იეტიშის, ერბეკის და მეცის წილი ექსპორტ-იმპორტ ბანკის აქციონერებს შორის არ შეცვლილა, თუმცა თანდათან გაიზარდა თავად შენატანის ოდენობა. დიახ. და რამაც 1999 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენა 1.3 მილიონ ლარი. დიახ. ეს სულ მცირე ის არის. დიახ, მონახაზი საქმის. დიახ. 1999 წლის 30 დეკემბერს დიახ. ექსპორტ-იმპორტ ბანკის სამეთვალყურო საბჭომ კანონის უხეში დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოება დისკოდ ბანკთან შერწყმა გაერთიანების შესახებ. დიახ. გასაცხელს აწეს სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე ჭყონია. ამაზე ყველაფერზე დოკუმენტები არის, დადასტურებული ფაქტები არის. 2000 წლის 27 იანვარს თარიღით შედგენილი იქნა ექსპორტ-იმპორტ ბანკის აქციონერთა კრების ყალბი ოქმი ნომერი 1. დიახ. დისკოდ ბანკთან გაერთიანების შესახებ. რომელსაც ხელს აწერს მხოლოდ სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე ჭყონია და ამოწევს ნოტარიუსი კაკაურიძე, რომელიც მიმართაც საქმე იყო აღძრული სხვადასხვა რაღაცებზე ჩემი ინფორმაციით. კრების ოლქში მითითებულია თითქოს მას ესწრებოდა აქციონერები, რომლებიც ფლობენ ხმის უფლების მქონე აქციების 75%-ზე მეტს. დიახ. ანუ აქ უკვე ჩემი აზრით დარღვევა არის, იმიტომ რომ ბატონი ჭყონია თქვენ როგორც თქვით, მხოლოდ 9%-ამდე ფლობდა. კი, ხო. დიახ. ხო და მაშინ, როდესაც აქციათა 65% ფლობელები ამ კრებას არ დასწრებიან, ვინაიდან არც არავინ შეატყობინა და არც იცოდნენ ამის შესახებ. დიახ. ესე იგი ეს არის მთავარი ბრალდება, რასაც თქვენ ჭყონიას. არა, ეხლა უყურეთ, არა, მაგი არ არის მთავარი ბრალდება. ანუ საიდან მოდის დავა ეს? ეხლა გეტყვით. 2000 წლის 27 იანვარს ყალბის საბუთების საფუძველზე ამ ორ ბანკს შორის გაფორდა შერწყმის ხელშეკრულება, რომლის საუბარზე რა თქმა უნდა ჩემი კლიენტები არავის არ გაუფრთხილებია და ჩამოყალიბდა ახალი ბანკი, აბრეშუმის გზა. დიახ. აბრეშუმის გზა. ახალ ბანკში ალი თურგაიეთიში, დოგან ერბეკი და ვერნერ მეცის დამფუძნებლად არ შეუყვანიათ და არც აქციონერებად არ დაუსახელებიათ. საერთოდ გაქრა ეს
და ეს თანხა 1,300,000 რაც იმ პერიოდში ეკუთვნოდა, არც დაუბრუნებიათ. ეს ხალხი საერთოდ თითქოს არ არსებობდა იმის შევიდა. ეხლა აბრეშუმის ბანკში რომელსაც ესენი შეერწენ, რა თქმა უნდა, დისკონტ ბანკის მესმეურებმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. დიახ. ეს ცოდვადებს ეროვნულ ბანკს. იმათ უნდა შეემოწმებიათ და ალბათ არ ვიცი, შეიძლება საქმის კურსიც იყო. თავა ჭკუნია არ უარყოფს ამ ფაქტს. და რით ახსნა, იცით, როცა ოფიციალური დოკუმენტი ახსნის, რომ ბანკის გადარჩენის მიზნით გავაკეთე ესაო. დიახ. გადარჩენას თუ ეძახის, რომ სამი დამფუძნებელი საერთოდ არ ახსენა და მათი 65% მიითვისა. არ ვიცი, ახლა მაგისთვის გადარჩენა ნამდვილად და იმისთვის თქვენს როგორც უცხოელი მხარეს აქციონერების 65%-ის ფლობელის წარმომადგენელი, რა ბრალდებას უყენებთ? მთავარი ბრალდება რა არის, ბატონო? მთავარი ბრალდებაა ის, რომ მან მიითვისა სხვისი კონება. დიახ. ამ ბრალდებას უყენებთ. და გარდა მაგისა, ჩვენ თავიდან დავიწყეთ თავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. დიახ. 7-8 წელი დაჭირდა იმისათვის, რომ როგორმე იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლების პერიოდში, როდესაც ადეიშვილიდან დაწყებული ყველა უჭერდა მას მხარს. დიახ. ეს მათი ინფორმაციით ვიცით, რომ აძალები იყო ჩართული იქ. მიუხედავად ამისა, 250,000 ლარი დიახ. თურგაი იატეშმა მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან დააგესრეს 500,000 ლარი. ჭკუნიას გადასახდელად. 500 როგორღაც მერე სასამართლო ვერც გამამტყუნებს ისე წნეხის ქვეშ იყო, მოგეუბნებით, გადაწყვეტილებაზე რო გავიდა მოსამართლე 9 თვე იყო გადაწყვეტილებაზე გასული. და ბოლოს როგორც იქნა დიახ. ბატონო ალექსანდრე, მე მინდა უფრო კონკრეტულად აუხსნათ ეს ისტორია, მოკლე ისტორია გასაგებია, მაგრამ უფრო დაუკონკრეტოთ ჩვენს სვენელს, რა მტკიცებულებები გაქვთ თემურ ჭყონიასთან ბრალის მტკიცებლად? ძალიან მარტივია ეს. აქ ბევრი თავად ჭყონიას იმ განცხადებით, რომელიც მან გამოაგზავნა სასამართლოში, მაშინ სამოქალაქო დავარო იყო ეს, რომ გააკეთა, არ უარყო, რომ 65% არ ესწრებოდა ამ კრებას და აღიარა, რომ ყალბია ეს ოქმი. დიახ. თითქოს ჩატარდა კრება და ესწრებოდნენ ისინი და მიიღეს გადაწყვეტილება. აი ეს არის ყველაზე მთავარი დოკუმენტი. ეს დოკუმენტი არსებობს და გარდა მაგისა თვითონაც აღიარებს, ხელმოწერილი დოკუმენტი გვაქვს მისი. რო აღიარებს ამას. ეხლა რაშია საქმე? პარალელურად მე უკვე რო ძალიან გაჯანდა საქმე და მოკლედ ბევრი ისტორიები გადაგვხდა ამაზე. მაშინ შევიტანე მე 4 წლის წინ, 4 წლის წინ კი არა, ეს იყო 2009 წლის 24 ივნის განცხადებით მიმართე იმას საქმე შემოსავლების სამსახურს საგამოძიებო სამსახურს. და მთელი ეს დოკუმენტები ყველაფერი მივაწოდე და რო ნახეს კი ყველაფერია და ეხლა მე ვუთხარი მაშინ თუ ყველაფერია დაიწყეთ გამოძიება. დიახ. ვერ დავაწყებია გამოძიება და მითხეს ეხლა ლაპარაკში პირველ ლაპარაკში ბატონო ხო იცით ჭყონიას რა ხალხი ყავს და ვერ იმას ვიზამთ და რაც გინდა გიჩივლეო რა. ნუ მაინც მე ჩივოდი რაღაც ვაგრძელებდი ამ იმას. ბოლოს ეს ხელისუფლება რომ მოვიდა უცებ გამოცოცხლდა ნიკა ფინანსურში ამიბარეს და დაიწყეს გამოძიება. და ყველაფერი უკვე გამოძიებელთანაც დავდიოდით, ყველაფერი საბუთები, ყველაფერი რაც უნდა დამატებით საბუთები წარუდგინე ყველაფერი. ნუ აქ დავის საგანი არ არის, რომ დანაშაული სახეზია. დიახ. და უცებ გაჩერდნენ. ეხლა ვერ ვკითხები, დავშვი საკითხი, დაკითხე ჭყონია. ჭყონია როგორ დავკითხოთ, მაგის დაკითხვა ეხლა ცოტა რა ვიცი რთულია, ნუ სხვადასხვა რაღაც პატარა ისეთი მიზეზები იყო, ნუ ეხლა არ წირს ამაზე საუბარი, ნუ გასაგები არ უნდა დაკითხვა, უცებ გამოუშვდა პატრონიც. გამოუშვდა პატრონი და ეხლა მომიტრიალეს ესე იცით რა რომ მაშინ ჯერო ჩამოიყვანეთ ის დაზარალებულებიო და ისინი დავკითხოთ. და თავიდან როდესაც ეს საუბარი იყო, დაზარალებულმა მე მითხრა, ბატონო ესეთი ამბავიო და მე გამიჭირდება მაგ ჩამოსვლა, იმიტომ რომ მეშინია ჭყონიასიო, რაღაც პროვოკაციები არ მომიწყოსო. და მე რო ეხლა ბოლოს უკვე სამიოს რო გინდა თუ არა უნდა ჩამოხვიდეთ, მითხრა ჭყონია დაკითხეთო, მაგარა არა მეთქი. რატო? ხوار მოატყვევ, ნუ არ კითხავენ მეთქი. ჭყონია ვერ დაგიკითხია თქვენ და ჩვენ დაკითხვა უნდა თუ ესე იგი სწორი ვარ თუ ჩვენო იმას ყავს ისეთი ფარველებიო ხელისუფლებაშიო ეს გამოძიების დონეზე არ ხდება ეს ხელისუფლებაში ისეთი ფარველები ყავს რომ ხელს არ ახლებენო და ეხლა რო ჩამოვიდეთო რა მე გარანტია არ მაქვს რომ ამას არ მომიწყობსო დაკითხეთო კი ბატონო და ბოლოს გამოსავალი ვნახეთ რაში
მე დავაყენე საკითხი მოდით გამოსავალზე რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ გადაცემაში რეკლამის დროა რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად ჩვენ ისევ დაბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად ბატონო ალექსანდრე მე მინდა გავაგრძელოთ საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით დავიწყოთ სულ თავიდან როდესაც უკვე წარმოიქმნა ეს პრობლემა და თქვენ უკვე გქონდათ ეს მტკიცებულებები თემურ ჭყონიას ბრალის დასამტკიცებლად ვის მიმართეთ და შემდეგ სამართლის აღსრულების მიზნით და როგორი შედეგები მიიღეთ შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები ესეც რომ მოუყვეთ ჩვენს სვენელს მე თქვენ მოგახსენეთ რომ თავიდანვე ჩვენ არ გვინდოდა ესე გამწვევება საკითხის და მიმართ სამოქალაქო სამართალწარმოების წესი დავიწყეთ ამის ისა. ხო და ხო გითხარით თავიდან დააკისრა სასამართლო ჭყონიას 500,000 ბოლოს დიდი ბევრი დავის შემდეგ ასაჩივრების გაუქმების ვინაღარ ჩაერია ყველაფერი ბოლოს 250,000-ზე გადაუხადეს 250,000 და პარალელურად ესე რომ გააჭიანურეს მაგათმა ისე და ესე გამწვავდნენ მდგომარეობა მაშინ შევიტანე მე საგამოძიებაში სამსახურში რომ პარალელურად დაეწყოთ გამოძიება. დიახ, აი როდესაც გამოძიება თქვენ აღნიშნეთ ერთი წელი კი არა, მაშინ მე შევიტანე 2009 წელში. დიახ. საჩივარი და გამოძიება დაიწყო უკვე 2000 ოქტომბერში. მოვიდნენ თუ არა ხელისუფლებაში ახალი ბატონო ალექსანდრე მე მაინტერესებს თქვენ როდესაც მიმართეთ სასამართლოს საქალაქო სასამართლოს რა შედეგი გამოიღო ამან როგორი განაჩენი იყო არა გადაწყვეტილება ხო გითხარით არა თავიდან დააგისრეს 500,000 ლარის გადახდა და ხო გითხარით მე რო იმათმა გაასაჩივრეს ჭყონიას ყარემ გაასაჩივრა აპელაციამ გააუქმა ესა აბსოლუტურად უკან გააუქმა მე გავასაჩივრეთ უზენაესმა ისევ ჩააბრუნა აპელაციაში და ეს გრძელდებოდა ეს პროცედურები და აპელაციამ და სააპელაციო სასამართლო მე იხილავდა ამ საქმეს მოკლედ რამდენი წელი გითხრათ 3 თუ 4 წელი თლაცამერია და როგორც იქნა ბოლოს უკვე როგორც იქნა დაადგინა საბოლოოდ გადაწყვეტილება და რა გადაწყვეტილება 250,000 ის 500,000 მოხდა ამის კი დაუყოვნებლივ არც გაუსაჩივრებია ჭყონიას და იქ წარმოადგინა მაგან ცნობა რომ ეს გავაკეთე იმ აქციონერების და ბანკის ინტერესების გადასარჩენა და თუ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა სააპელაციო სასამართლომ და აღსრულება მოხდა დღეს რაზე მიმდინარეობს დავა დღეს რაზე მიმდინარეობს დანარჩენი ორი ხო არის და იმაზეც მიმდინარეობს ეს დანაშაული ხო აჭადენილი სახეზე ხო ჩვენ დავუხთ ეხლა ის კიდე 250 ხო დარჩა დიახ მეორე აქციონერს გულისხმობთ. არა, ამაზე დარჩა 250. სულ 500 უნდა 500-ზე იყო ლაპარაკი. 500,000 თანხაზე იყო მთლიანობაში ლაპარაკი. 500,000 თანხაზე. თავიდან 700,000-ზე იყო 500,000 დაგვიკმაყოფილა სასამართლომ პირველ ინსტანციით მაშინ და იმაზე იყო ნუ შევჯერდით ეხლა კლიენტთანა შევჯერდით იყოს 500,000 ჯანდაბას და. დიახ. მაგრამ რო ყველას მომას მიმართა რათა ეს ასე გავეწოლებია და ასე ის ყველაფერს კადრულობდა. ნუ ეს კაცი ყველაფერს კადრულობს. რა ზომას მიმართეთ? აი ნუ მიმართეთ და შევიტანეთ პარალელურად გამოძიებაში. არა, მე გულისხმობ ბატონი თემური თქვენ ამბობდით რომ ყველა ზომას მიმართავდა. რა ზომას მიმართავდა? ხო გითხარით. ამდენი წელი 9 წელი 10 წელი გინახიათ ეს მარტივი დავა. ეს მარტივი დავა იყო რა. გამოიტანდნენ ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებას გააუქმებდნენ, გამოიტანდნენ კიდე გააუქმებდნენ და ასე გვაწვალებდნენ. გასაგებია. როგორც ვიცით, ამჯერად ამ საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. ჩვენ დაუკავშირდით მათ და ჩვენთან საუბარში მათ განაცხადეს, რომ დაახლოებით 2 თვეში შეძლებენ ინფორმაციის გასაჯაროებას და საქმის ძიების ინტერესების გამო ჯერჯერობით ვერანაირ კომენტარს ვერ აკეთებენ. თქვენ როგორც ადვოკატს, რა ინფორმაცია გაქვთ, რა ეტაპზე არის ეს საქმე? ჩვენ წერილს წერილ მიმდინარეობს გამოძიება, მეც არაფერს. დიახ. ბატონი თემურ ჭყონიას დაკითხვა თუ მოხდა. ჩვენ ეს მე როგორც ვიცი არა. მაგაზია თელი ამბავი. ვეუბნები დაკითხეთ. კი ბატონო, დაზარალების დაკითხვა გინდათ? ვერ ჩამოდის დაზარალებული სხვადასხვა მიზეზის გამო. კი ბატონო, არსებობს 1996 წლის 4 აპრილის საქართველოსა და თურქეთს შორის დადებული სამართლებრივი დახმარების საერთაშორისო ხელშეკრულება. დიახ. გააგზავნეთ იქა
კი ბატონო, თახმახმარიან და ისინი დაკითხავენ, გამოგითხავენ და გამოგიგზავნიან. შეკითხვები დაუსვით, თუ გინდა თქვენ წარმოადგენლიც ისინი ჩავიდეს და ეს აქამდე ხო შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგასაც არ აკეთებენ. ეს მარტივად გადაწყვეტა, ვერ ჩამოდის კაცი არა. გააგზავნეთ, უზრუნველყოფ რო იქ დახვდნენ, ადგილზე იყვენ რო არ გაჭიანურდეს ესა, იქაურ სამართალდამცავები დაკითხავენ. და გამოაგზავნიან შესრულებულ დავალებას. და თქვენ გაქვთ ნათქვამი იმ საშიშროებების და შიშის შესახებ, რასაც თქვენი კლიენტი ამბობს? კი, ყველა განცხადებაში ვწერე მე ამას. და რა პასუხი არის ამასთან დაკავშირებით? არაფერი. არავითარი პასუხი არ არის. ანუ ისინი თვლიან, რომ უსაფუძვლო არის ეს შიში მათი მხრიდან? ეხლა შესაძლებელია, ეხლა სიმართლე გითხრათ, მე ესე ვთვლი, მაგრამ ასეთი პოზიცია ახლა ძალით ვერ ჩამოვიყვანე მათ. და იმიტომ რომ ისეთ დასაბუთება ისეთი მარტივია იმათ მხრიდან რომ ის კაცი ვერ დააკითხია თქვენო ისეთი გავლენა აქვს იმას ამ ხელისუფლებაში წეთყობა აქვს ესეთი გავლენა ვიღაცა პარველობს არა ფაქტია რომ ვიღაცა პარველობს ახლა იმიტომ რომ ელემენტარულ პატარა დანაშაულზე ხალხს ციხეში უშვებენ პასუხისგებაში აძლევენ და ამ ხელად ის არის ჩადენილი დანაშაული და რატო არ თხოვენ პასუხს ვერ გავიგე აქ რა არის იცით აქ ხო არ არის დავა სახელმწიფოსთან ჩვენ ხო არ დავთ სახელმწიფოსთან ხო არ ვითხოვთ მე რომ სახელმწიფო აგვინაზღაუროს ზიანი ეს ორ სუბიექტ შორის არის დავა იმან აზღაუროს სახელმწიფოს არაფერი არ აქვს სახელმწიფოს ევალება მხოლოდ რომ დროული მარცხაჯულება ჩაატაროს მეტი არაფერი დროულად ჩაატარდეს გამოძიება და დიახ, თქვენ გქონდათ თქვათ იგივე კულუარული საუბრებიდან წინა ხელისუფლების პერიოდში რომ ბატონ თემურს ვიღაც მფარველობდა, მაგრამ დღესაც ფიქრობთ ამას რომ შესაძლებელია ფიქრობ კი არა დარწმუნებული ვარ. და ვიზე ფიქრობთ მინ შეიძლება ეხლა მე არ ვიცი მე მაგი რო იცოდე კარგია. და წინა ხელისუფლების პერიოდში ვინ მფარველობდა ბატონ თემურს? როგორი ინფორმაცია გაქვთ? ინფორმაცია მაქვს რომ ადეიშვილიდან დაწყებული ყველა მფარველობდა მაგას. და იმიტომ კი არა ეხლა მე მაგას როგორც ინფორმაციაც მოვიპოვე. დიახ. აი ეს იყო. ეს მოვიპოვე თვითონ იმ ხალხისგან ვისთანაც ეს იყო კულუარულ საუბრებში ნათქვამი ინფორმაცია? ეს კულუარულ საუბარში იყო ეს გამოძიებიდან და სასამართლოდან ვიცით ჩვენ ეს ინფორმაცია და გარდა მაგისა ეს დაგვიდე კიდე ჩვენი რწმენა რამ გააღრმავა იცით? ამტკიცა რომ მათ ყავდა ეხლა გვარს არ დავასახელებ ჩემი კოლეგი ისეთი ადვოკატი რომელიც უშუალოდ ადეიშვილთან იყო კავშირში და როცა ვიღაცას საჭირო იყო ის იყო ჩართული ამ საქმეში და ყველა ღონე იხმარა რომ გაეჭიანურებია საქმე. დიახ და ასევე თუ მე უბრალოდ მაინტერესებს დაზუსტება თქვენი ასე ვთქვათ გონიურული ეჭვის საფუძველი არის ის რომ ამბობთ რომ იყო ზეწოლა სასამართლოზე თუ ესეც კულუარულ საუბრებში იყო ნათქვამი ეს იყო ნათქვამი და რა თმინდა ნათქვამი 9 რო გადაწყვეტილებაზე იქნებოდა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და რო ხედავ ეხლა ადამიანები ვართ და რო ელემენტარულად რო უყურებ მოსამართლეს და რო მიიღეს ოღონდ 250 დაგვიმაყოფილეს ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს იყო ის თანხა რაზეც თემურ ჭყონია დათანხმდა? დათანხმდა ხო იმიტომ რომ იყო მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ და მაგას იგატყულებდნენ იცით მაგითო გამწარდით მოლაპარაკებაზე მოდიოდნენ გვატყუებდნენ აი ჩვენ ამ მოლაპარაკებაზე წამოვალ სასამართლო ეუბნებოდა შეთანხმდით მოდიოდნენ შეთანხმებაზე რაღა თანხაზე შევთანხმდებოდით კი დღეს ხვალ უკვე გონიასა და უცებ გვეუბნებოდნენ არა არ მოისურვა ბატონმა თემურმა თემურის ჭკუაზე დადიოდა მარცხაჯულება და გასაგებია ფინანსურ პოლიციაში როდის ამბობენ რომ როდის შეიძლება დასრულდეს? არ ვიცი, მაგი რო ვიცოდე, კარგი იქნება. ვერგი საჩივარი ამრავია შეტანილი, ყველგან არის გაგზავნილი საჩივარი. იმათმაც გამოაგზავნეს საჩივარი პრემიერ-მინისტრის სახელზე, ბატონ ბიძინას სახელზე გამოაგზავნეს, მაგრამ მინდა რომ დეტალურად მოგვიყვეთ, ვის მიწერეთ და რა მიწერეთ, როგორ ვის მიწერეთ? თავისთავად შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო სამსახურის მივწერეთ. პროკურატურა თავისთავად უამრავი საჩივარია. პარლამენტში თავმჯდომარეს კომიტეტების თავმჯდომარეს ვისაც ეხება ესა მე ვის მივწერე ახლა სახალხო დამცველს. დიახ. სახალხო დამცველთან ახლა საგვაქვს მიმოწერა. და იმას ეუბნებიან რომ არა პასუხებენ რომ მიმდინარეობს გამოძიება. კაცო მე ვსვამ საკის გაი რა დიდ ვერ დაასრულეს 4 წელია გამოძიება. მე ხარ
ვეუბნები დაკითხეთ რა ეს კაცი აქ არის არა ვინც აკავთ აქ არის შეიძლება ეს კაცი იძახის რომ კი ბატონო ესია და მორჩეთ ამით ეხლა რაშია იცით საქმე მაგი რომ მიიყვანონ იქა დიახ სწორი თქვა ერთმა გამომძიებელმა და ის იცით რა შეიძლება ბრალიც უნდა წაუგენოთ ამ დოგმასალებით არ მინდა ვეუბნები ბრალი არ გინდა თქვას რომ კი ბატონო ესეა აუნაზღაუროს ზარალი და ეხლა იმათ ინტერესებში არ შედის არ ჩვენ ინტერესებში რომ წონე აუცილებლად დაიჭირონ და ისე წესით პასუხისმგებაში უნდა მიწა ყველას მომსხარვარი ვიცით დრო გავიდეს რომ როგორმე ხანდაზმულობის ვადა აი აქ დიახ, აი ამ კანონთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არ არის, მაგრამ დიახ, რომ დეტალურად აგვიხსნათ, როდის გადის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა. მე ადამიან გარშებია ზუსტად როდის, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს. მაგრამ ეხლა ზოგადად კანონის მიხედვით რამდენ ხანში გადის ხანდაზმულობის ვადა? ნუ გააჩნია რა, ამაზე კიდე არის ვადები. დიახ. ამაზე გვაქვს კიდე ვადა და მე ერთი ჩვენთან კანონში არის ასეთი მეხუთე მუხლის სამართლის კოდექსის რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ უცხოელი ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ისჯება და შეუძლია საქართველოს აღძრას იმის მიმართ საქმე მიუხედავად იმისა იქ ცხოვრობს და ატარებს გამოძიება ანალოგიური კანონი აქვს თურქეთსაც ყველას აქვს ეს თავის მოქალაქეებს იცავენ ამით ეხლა უყურებ ეს ცოტა ხანს და მე გადაწყვეტილება მივიღე ესეთი გადავაგზავნო ეს მასალები კლიენტს ველაპარაკე ეხლა ველოდებიან გადავაგზავნოთ ეს მასალები და ისინი დაიწყებენ გამოძიებას იქაც ხო ვერ ჩააწყობს საქმეს და მაგრამ ეს არის ჯერ არ მინდა მაგის გაკეთება მაგრამ ეს რას გამოიწვევს იცით თუ იქ დაიწყო მაგის მიმართ გამოძიება თურქეთთან მაგას საქმიანი ურთიერთობებია ყველაფერი თურქეთთან მოდის ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება დიახ, ბატონო ალექსანდრე, კიდევ მე მახსოვს. უნდა ეს პრობლემები კი ბატონო. ბატონო ალექსანდრო, მე კიდევ მახსოვს ჩვენ როდესაც საუბრობდით, რომ იყო საუბარი იმაზე, რომ ქართველი გამომძიებელი თურქეთში ჩასულიყო და იქ დაეკითხა თქვენი კლიენტები. ამ თემასთან დაკავშირებით რომ მოგვიყვეთ, რა მოხდა და როგორ მოხდა? ნუ ამ თემასთან კი ბატონო თუ გაამგზავრებენ ამ გამომძიებლებს მე ვუზრუნველობ ანუ კანონით არის ეს შესაძლებელი. როდესაც არ არის, აკრძალო არ არის, ჩვენ ხო გვაქვს შეთანხმება. დიახ. თურქეთთან. იქ ჩადის ეს პროცედურულია და იქაური გამომძიებელი დაეუძახებს იმას დაკითხავს, ეს დაესწრება იმ დაკითხვას. ეს მიღებული პრაქტიკა, რას ხშირად აკეთებენ, როცა ინტერესი არის და ელემენტარული. ამჟამად უარს რატომ ამბობენ რა მიზეზით? ნუ ხო გეუბნებით ალბათ ისევ ის ფარველი და ის მილიონები აბა ეხლა რა მიზეზზე ზღდება. ვაგი რო იყოს უფლო, აქამდე დაჭერილიც იქნებოდა, მოხდილი იქნებოდა საჯელი კიდე. დიახ. თქვენ ასევე კიდევ საუბრობდით რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მოხდა ესეთი რაღაცა, როდესაც საერთოდ მოიხსნა კოდექსში სიტყვა დაზარალებული. აი ამ თემასთან დაკავშირებით რომ დეტალურად აგვიხსნათ, რას გულისხმობდით და რატომ არის საერთოდ ეს ტერმინი მოხსნილი. ეს ტერმინი ნიშნავს ეს ეს რას ნიშნავს? ის დაზარალებული არის მხარე. ეს სამართლში. მოდიში. და დაზარალებულს აქვს უფლებები. დიახ. ქონდა უფლებები ადრე. პროცესში მონაწილეობას იღებდა, საქმის მასალებს ეცნობოდა და ყველა პროცედურაში გამაჩიღებულობდა მონაწილეობას. პირის დაკითხვაში ღებულობდა მონაწილეობას ფართო უფლებები ჰქონდა და რაც სწორი იყო და რაც არსებობდა ყველა სახელმწიფოში თითქმის ესეა მაგრამ იმ ხელისუფლებამ ეს ინსტიტუტი მოსპო დაზარალებულად კი ცნობენ მაგრამ მოწმეთ არის მოწმეს არაფერი უფლება არ აქვს ელემენტარული ცნობის მიღების უფლებაც არ აქვს დიახ ხო და აი ესეთ ვითარებაში ეხლა მე რომ მჭირდება რამის გამოთხოვა მაგალითად რო ვიკითხო პასუხს არ მაძლევენ მოწმე ხარ ისახარო რა ქვია ხარი არა ხარ ამ თემაზე საუბარი ჩვენ რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ გადაცემაში რეკლამის დრო რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად ჩვენ ისევ დაბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად როგორც უკვე გითხარით ჩვენ ხაზზე სატელეფონო ხაზით ჩაგვერთვება არასამთავრობო ორგანიზაციის ახალგაზრდა ადვოკატების წარმომადგენელი ბატონი ირაკლი ლეკიშვილი გამარჯობათ ბატონო ირაკლი
მოგესალმებით. გამარჯობათ, ჩვენ დიდი მადლობა ჩართვისთვის. ჩვენ გამოგიგზავნით ჭყონიას кейსთან დაკავშირებით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და მინდა გთხოვოთ საქმის დამოუკიდებელი შეფასება და რა რეკომენდაციას იძლევით, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. დიახ. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე იქნა მიღებული სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, უნდა მივიჩნიოთ, რომ საქმე კერძო სამართლებრივი დავა დასრულდა. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ დავას. პირველ რიგში აუცილებლად საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარდეს და საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა გამოიწვიონ ბატონი ბიზნესმენის ბრალდებები. ბატონი ბიზნესმენის მიმართ გამოწვეული ბრალდებები. ჩვენთვის უცნობია თუ რა მტკიცებულებები მოიპოვა საგამოძიებო ორგანოებმა, ასევე უცნობია ფაქტები. რაც შეეხება მეორე მხარის ადვოკატის ინტერვიუს და განცხადებებს. ჩვენ მასზე მარტო დაყრდნობით ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ და ვერანაირ სამართლებრივ ანალიზს. ჩვენთვის თავარი არის ფაქტები და მტკიცებულებები. ამიტომ მივიჩნევ, რომ პირველ რიგში უნდა დასრულდეს გამოძიება, უნდა დაიდოს მტკიცებულებები, არგუმენტები და სწორედ ამის შემდეგ შეიძლება უფრო ფართოდ ვისაუბროთ ამ საკითხზე. ასევე გამოთქმული იყო მოსაძება იმის შესახებ, რომ გამოძიება მეტად იწელება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113 მუხლის მიხედვით გამოძიება მიმდინარეობს განონიურ ვადაში. მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადას. სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ კანონმდებლმა პირდაპირ მიანიჭა უთებამოსილება საგამოძიებო ორგანოებს თვითონ გათვალონ ეს გამოძიების ვადა. და ჩვენ ვერ გააკეთებთ მეორე მხარე ვერაფერს ვერ შეეცადებს, მხოლოდ შეუძლია თხოვოს საგამოძიებო ორგანოებს დააჩქარდათ გამოძიება. სხვა შემთხვევაში მეორე მხარე უწურვია. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ბატონ ბიზნესმენს ფარულობენ, ჩვენ ამაზე ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ეს იქნება პოლიტიკური შეფასება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია შემოვიფარგლოთ სამართლებრივი შეფასები. ასევე ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ჭყონიას მიმართ უნდა იქნას დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის გათვალისწინებული დებულებები, რომელიც შეეხება უდანაშაულობის პრეზუმპციას. დადგმულისას ეს უდანაშაულობის პრეზუმპცია. ეს პირი უდანაშაულობის და სანამ არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა, სასამართლოს კანონიერი ძალაშესული დამოუკიდებელი განაჩენი. სწორედ ამიტომ ჩვენი აზრით შეუძლებელია ჭყონია დამნაშავედ იქნას აღიარებული, სანამ არ იქნება სასამართლოს მიერ ძალაშესული დამოუკიდებელი განაჩენი. სხვა აკომენტარი ამ საკითხთან მიმართებაში შეჯერობით შეუძლებელია. რადგან უნდა დაუცადოთ და ვნახოთ გამოძიება რა დასკვნებს ადებს. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი ჩართვისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ. ბატონო ალექსანდრე, რა კომენტარს გააკეთებთ ამ თემასთან დაკავშირებით? შენ გავაკეთებ რა შეეხება გონივრულ ვადას. კი, ჩაწერილია ეს ნორმა კანონში ძინა ხელისუფლების მიერ. მაგრამ ყოველთვის ევროსასამართლოც მიუთითებს იმაზე, რომ გონივრული ვადა. გონივრულ ვადაში როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ გონივრულ ვადაზე, როცა საქმეს რომლის გამოძიებას აჭირდება, მე თვითონ ნამუშევარია ამ სისტემაში. თავის პერიოდის დროზე გამოძიებას ნამუშევარია. როცა ამის გამოძიება სჭირდება სულ 3 თვე თავის თურქეთში წასვლიან და გაგზავნიან და გადის რამდენი წელი? 4 წელი. ეს ერთი. რაც შეეხება დანაშაულს, მე ფაქტები მოვიტანე. სიყალბის ფაქტები და თქვენ რო წაიგითხეთ ის ჭყონიასის თვითონ პასუხი. ჯერჯერობით არ წავიკითხია, უნდა ეხლა წავიკითხო. ეთერში მსმენელისთვის არ წამიკითხია. და დოკუმენტალურად არის. როგორ შეიძლება ლაპარაკი რამეზე, როცა 65%-ის ფლობელები არ ესწრებიან
დიახ, აი ზუსტად ახლა წავიკითხო მე ბატონი ჭყონიას განცხადება, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შევძლებთ რომ მოგვეპოვებინა. ჩვენ არაერთ გზის ვეცადეთ, რამდენიმე დღის განმავლობაში დავკავშირდებოდით ბატონ თემურ ჭყონიას, მაგრამ ვერ მოვახერხოთ სამწუხაროდ დაკავშირება, მიზეზებს ვერ გეტყვით თუ რატომ და ზუსტად ამიტომ ჩვენ არ გვინდოდა რომ გადაცემა ყოფილიყო სამხრივი და მოვიძიეთ ბოლო ინფორმაცია, სადაც ბატონი თემური აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებას, რასაც ახლა წაგიკითხავთ. თემურ ჭყონია თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გაგზავნილ განცხადებაში წერდა. ბანკი აღმოჩნდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, თავად მოსარჩლის როგორც ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის ჩართვა ბანკის გადარჩენის პროცესში შეუძლებელი გახდა, მისი ფიზიკურად საქართველოში არ ყოფნის გამო, მისაღები იყო ოპერატიული გადაწყვეტილება, ან ბანკი უნდა გაკოტრებულიყო, ან მონახულიყო სხვა ბანკი, რომელთანაც გაერთიანებითაც შეძლებდა ბანკის გადარჩენას. მიღებული იქნა გადაწყვეტილება და 2000 წლის 31 იანვარს ექსპორტ-იმპორტ ბანკი გაერთიანდა და შეიქმნა ბანკი აბრეშუმის გზა. რაც შეეხება მოსარჩლის პრეტენზიებს, ჩვენ მზად ვართ ისინი განვიხილოთ, დავაკმაყოფილოთ აბრეშუმის გზაში ჩვენი წილობრივი მონაწილეობის ფარგლებში. ბატონო ალექსანდრე და თქვენთან გადმოვალ კითხვით, თუ შეიძლება რომ გითხრათ, აი ამ დავის განმავლობაში ბატონ ჭყონიასთან გქონიათ მოლაპარაკების მცდელობა და შეხვედრის მცდელობა? როცა იყო დავა სამოქალაქო სამართალ წარმოების ესეთ მაშინ იყო მოლაპარაკების მცდელობები. თავად შემოგვითვალეს ამ მოლაპარაკებაზე წამოსვლა, მაგრამ როგორც ყოველთვის მოგვატყუებს. დიახ. და მე მინდა ასევე ვისაუბროთ, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, როგორ აპირებთ ბრძოლას, რომ დაამტკიცოთ თქვენი კლიენტების სიმართლე? მე თქვენ გეტყვით თუმცა ჭყონიას იმაზე პასუხზე. ეს წერილი თქვენ მიიღეთ არა წერილი? არა, ჩვენ არ მიგვიღია ეს უბრალოდ ჩვენ მოვიძიეთ სხვადასხვა საინფორმაციო ვებგვერდებზე ბოლო განცხადება. ჩვენთან ბატონი თემური სამწუხაროდ არ ვერ დაშევძელით მას რომ დავკავშირებოდით. არ ჩათვალა ღირსად. არა, ამას ვერ ვეთყვი მე ვინ ჩათვალა ღირსად და ვინ არა. უბრალოდ ვერ შევძელით ჩვენ მასთან დალაპარაკება, იმიტომ რომ ვრეკავდით და შეუძლებელი იყო მასთან დაკავშირება. კი, მაგრამ აი მაგ რასაც თქვენ მოიპოვეთ მაგ თავის თავად ხო აღიარებს რომ სიყალბე ჩაიდინა. ნუ მე ამას ვერ გეტყვი, შეფასებას ვერ გავაკეთებ. არა, თვითონ თავად აღიარებს რომ სიყალბე არ ესწრებოდენო და ისე გავატარეთ ესაო. კარგი, არ ესწრებოდენ გაატარე. მე რატო არ შეიყვანე აქციონერთა სიაში? კარგით, მე მაინტერესებს თქვენი სამომავლო გეგმები, ბატონო ალექსანდრე, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო დავჭავ. სამომავლო გეგმები, აი იმედი მომეცი თქვენ რომ ორ თვეში გამოძიება რაღაც შედეგზე იმჯელებს. ნუ ესეთი განცხადება გააკეთეს ფინანსთა სამინისტროში. წინააღმდეგ შემთხვევაში მე გითხარით თქვენ რომ ჩვენ მიმართავთ თურქეთის ხელისუფლებასაც, თუ აღარაფერი არ გამოვიდა, რომ იმათმა ჩაატარონ გამოძიება და ნუ იმჯელონ მერე. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ, რომ დღეს სტუმრად ყავდა ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი, რომელიც თემურ ჭყონიას ქონების მითვისებაში ზდებს ბრალს. აღნიშნულ საქმეს ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს, რომლის განცხადებითაც გამოძიების დეტალების გასაჯეროება დაახლოებით 2 თვეში იქნება შესაძლებელი. ყველა სიახლეს ამ თემასთან დაკავშირებით მივადენოთ თვალყურს და აუცილებლად გაგაცნობთ. ასევე მინდა გაცნობოთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია და შემდეგი გადაცემა დავაანონსოთ. ჩვენი გადაცემა დაესწრო საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ეთიკის კოდექსის ხელმოწერის ღონისძიებას, ეთიკის კოდექსზე და სხვა დეტალებზე ვსვათ შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარე გვეყოლება სტუმრად. მე ვარ სოფიო ბეროშვილი, გვისმინეთ ხუთშაბათობით რადიო კომერსანტზე გემშვიდობებით. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას